შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ გამბრალდებით ვალერი გელბახიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა თავად ვალერი გელბახიანი პროკურატურისაგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს განცხადება მან დღეს პირველი რადიოს პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. საქმე ბადრი პატრკაციშვილისა და გელბახიანის წინააღმდეგ 2007 წელს აღიძრა ახმეტი ღონისძიებად პატიმრობად შეეფარდა, რომელიც გირაოს თავდებით მხოლოდ 2012 წელს შეიცვალა. ვალერი გელბახიანმა საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად მას მასალები ჯერ არ მიუღია. მე როდესაც გავაკეთე განცხადება, რომ პოლიტიკიდან წასვლა, ასე ვთქვათ, გადავწყვიტე, იმავე დღესვე თუ მეორე დღეს სიურპრიზი მომივიდა პროკურატურიდან, რომ ჩემი ბრალდების საქმე, რომელიც აღზრული იყო 2007 წლის დეკემბერში და ცნობილ მოვლენებთან იყო ეს დაკავშირებული, მე ამაზე აღარ წაგართმევთ დროს, რომ გავიხსენო ეს ეპიზოდები. აი ეს საქმე იქნა განახლებული და გადაგზავნილი იქნა სასამართლოში არსებითად განსახილველად. თებერვალს სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელთაც მე გამათავისუფლა პატიმრობიდან. ამ მომენტიდან სასამართლო განჩინება უნდა აღსრულებულიყო და უნდა დარიგებულიყო ეს როგორც პროკურატურაში, ასევე ინტერპოლისათვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ მე აღარ ვიძებნებოდი. აღმოჩნდა, რომ მე დეკემბრის 25 რიცხვამდე 2012 წლის, ანუ თითქმის 10 თვის შემდეგ გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ მე კვლავ ვიძებნებოდი, აღმოჩნდა, რომ არ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, მივედი პროკურატურაში, მითხრეს, რომ საქმე არ არის დამთავრებული. შეიძლება გაგეცნოთ, მაგრამ არც პატარკაციშვილის მიმართ არ არის შეწყვეტილი, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილია, პოლიტიკური ვითარების შემდეგ, რაც იყო და რაც უნდა ყოფილიყო, სიტუაცია ვითარება პროკურატურის სისტემაში არ არის შეცვლილი. ჩემ ნაწილში პროკურატურა დანაშაულებრივ გზას ადგას. და ცხადია, თუ მათ ჰქონდათ ჩემს მიმართ პრეტენზიები და აქვთ როგორც ჩანს, იმიტომ რომ სასამართლოში გადაეცა და იქ ისინი ამ ბრალდებას ხარს დაუჭერენ, რომ მე დანაშაული მაქვს ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მეც მაქვს ბრალდება პროკურატურის მიმართ, რომ მათ უკვე მეოთხედ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩემს მიმართ.